შეპირებული ყურბანი რა შემთხვევაში უნდა დაიკლას. მნიშვნელობა აქვს თუ არა ის რა პირობითაც შევპირდით, შესრულდება თუ არა. ვიფასო ჯემაღეთ, შეპირებული ყურბანი ერთი პირობის გარეშე თუ შეპირდება ადამიანი, ის უნდა დაკლას, ვაჯიბია მას. თუ პირობას ამოაყენებს, რომ ეს საქმე თუ ასე განხორციელდა, ეს საქმე თუ ასე გამიკეთდა, მაშინ უნდა დავკლა ყურბანი. ამ შემთხვევაში თუ ის საქმე რასაც მას თვითონ შეპირდა, ისე ასრულდა, მასზე იმ ყურბნის დაკლა ვაჯიბია. თუ არ შესრულდა, ყურბნის დაკლა არ არის საჭირო. ზოგადად ვიცოდეთ, რომ ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალას ჩვენ იმით დაკლული ყურბნით და ასე შემდეგ ვერ გავაკვიროთ. ამიტომ უკეთესია თუ არ შევპირდებით. მაგრამ თუ შევპირდებით, აუცილებლად უნდა შევასრულოთ. ყურბნის იმას ჯობია ვთქვათ, მარხვა შევპირდეთ და ასე შემდეგ.